თავი მე-15. როგორც კი ინათა, მოდელმთავრებმა უხუცესებთან, წიგნობრებთან და მთელ სინედრიონთან ერთად მოითათბირეს და შეკრეს იესო. წაიყვანეს და პილატეს გადასცეს. პილატემ ჰკითხა მას: შენ ხარ იუდეველთა მეფე? ხოლო მან პასუხად უთხრა: შენ ამბობ. მოდელმთავარნი ბევრ რამეს აბრალებდნენ მას. პილატე კი კვლავ ეკითხებოდა: არაფერს უპასუხებ? ხედავ რამდენს გაბრალებენ. მაგრამ იესო აღარაფერზე პასუხობდა და ეს აოცებდა პილატეს. დღესასწაულზე იგი უთავისუფლებდა ხოლმე მათ ერთ პატიმარს, რომელსაც თხოვდნენ. ხოლო იყო ვიღაც ბარაბად წოდებული, მეამბოხეებთან ერთად შებორკილი, რომელთაც ამბოხისას მკვლელობა ჩაედინათ. ავიდა ხალხი და დაუწყო თხოვნა იმისა, რასაც იგი ჩვეულებისამებრ უსრულებდა მათ. პილატემ კი მიუგო პასუხად: გინდათ გაგითავისუფლოთ იუდეველთა მეფე? ვინაიდან იცოდა, რომ მღვდელმთავრებმა შურით გადასცეს იგი, მაგრამ მღვდელმთავრებმა აღძრეს ხალხი, რომ ბარაბა გაეთავისუფლებინა მათთვის. ხოლო პილატემ კვლავ უთხრა პასუხად: რაღა ვუყო მას, ვისაც თქვენ იუდეველთა მეფეს უწოდებთ? მათ კვლავ იყვირეს. ხოლო პილატემ უთხრა მათ: რა ბოროტება ჩაიდინა? მაგრამ ისინი უფრო მეტად აყვირდნენ. მაშინ პილატემ, რომელსაც სურდა ხალხის დაკმაყოფილება, გაუთავისუფლა მათ ბარაბა, ხოლო იესო გაშოლტვის შემდეგ გადასცა, რათა ჯვარცმულიყო. ჯარისკაცებმა შეიყვანეს იგი იმეზოს შიგნით, ანუ პრეტორიაში, და შეკრიბეს მთელი რაზმი. შემოსეს იგი ძოწეულით და დაადგეს ეკლისგან დაწნული გვირგვინით. დაუწყეს მას მისალმება: გიხაროდეს იუდეველთა მეფე! ლერწამს სცემდნენ თავში, აფურთხებდნენ და მუხლმოყრილ მისცემდნენ თაყვანს. როცა დასცინეს, გახადეს ძოწეული და მისივე ტანსაცმელი ჩააცვეს და გამოიყვანეს, რომ ჯვარზე ეცვათ. აიძულეს ვიღაც გამლელს, სვიმონ კვირინელს, ალექსანდრესი და რუფუსის მამას, რომელიც ყანიდან მოდიოდა, ეზიდა მისი ჯვარი. მიიყვანეს იმ ადგილას, რომელსაც ჰქვია გოლგოთა, რაც ნიშნავს თხემის ადგილს. მიაწოდეს მურნარევი ღვინო დასალევად, მაგრამ არ მიიღო. ჯვარს აცვეს და გაიყვეს მისი სამოსელი წილის ყრით, ვის რა ერგებოდა. მესამე საათი იყო, როცა ჯვარს აცვეს იგი. იყო წარწერილი წარწერა მის ბრალდებისა: მეფე იუდეველთა. მასთან ერთად ჯვარს აცვეს ორი ავაზაკი, ერთი მარჯვნივ და ერთი მის მარცხნივ. აღსრულდა წერილი, რომელშიც ნათქვამია: ავაზაკთა შორის შეირაცხა. გამვლელები კი თავებს იქნებდნენ და გმობდნენ მას და ამბობდნენ: ეჰე, ტაძრის დამანგრეველო და სამ დღეში ამშენებელო, იხსენ საკუთარი თავი და გადმოდი ჯვრიდან. ასევე მღვდელმთავარნი მწიგნობრებთან ერთად დასცინოდნენ და ერთმანეს ეუბნებოდნენ: სხვებს იხსნიდა, საკუთარი თავის ხსნა კი არ შეუძლია. ქრისტე, მეფე ისრაელისა, ჩამოვიდეს ახლა ჯვრიდან, რომ ვიხილოთ და ვირწმუნოთ. მასთან ჯვარცმულების ლანძღავდნენ მას. მე-6 საათზე ბნელმა მოიცვა მთელი დედამიწა მე-9 საათამდე. მე-9 საათზე შეზახა იესომ დიდი ხმით: ელოი, ელოი, ლამა საბაქტანი. რაც ნიშნავს: ღმერთო ჩემო, რად მიმატოვე? იქ მდგომთაგან ზოგიერთებმა მოისმინეს და თქვეს: აჰა, ელიას უხმობს იგი. ერთი ვიღაც გაიქცა, რუბელი ძმრით გაავსო, წამოაგო ლერწამზე და მიაწოდა დასალევად. თან ამბობდა: აბა ვნახოთ თუ მოვა ელია მის გარდმოსახსნელად. ხოლო იესომ ხმა მაღლა შეძახა და სული განუტევა. მაშინ ტაძრის ფარდა ორად გაიხა ზემოდან ძირამდე. როცა მის წინაშე მდგომმა ასისთავმა დაინახა, რომ ასე შეძახა და განუტევა სული, თქვა: ჭეშმარიტად ღვთისძე იყო ეს კაცი. აქ იყვნენ ქალებიც, რომლებიც შორიდან უმზერდნენ. მათ შორის მარიამ მაგდალელიც, იაკობ მცირისა და იოსეს დედა მარიამი და სალომე, რომელნიც მაშინ, როცა ის გალილეაში იყო, თან დაჰყვებოდნენ და ემსახურებოდნენ მას. ასევე მრავალი სხვაც, რომლებიც მასთან ერთად ამოვიდნენ იერუსალიმს. როგორც კი მოსაღამოვდა, ვინაიდან პარასკევი იყო, ანუ შაბათის დამდეგი, მოვიდა იოსებ არიმათიელი, მრჩეველთა გამოჩენილი წევრი, რომელიც თავადად მოელოდა ღვთისმსასუფებელს
თამამად შევიდა პილატესთან და გამოითხოვა იესოს გვამი. პილატეს გაუკვირდა, რომ იგი უკვე მკვდარი იყო. დაუძახა ასის თავს და ჰკითხა: დიდი ხანია მოკვდა? რომ შეიტყო ასის თავისგან, აჩუქა იოსებს გვამი. მან იყიდა ტილო, გარდა მოხსნა იგი, შემოახვია ტილო და დაასვენა სამარხში, რომელიც კლდეში იყო ნაკვეთი და დიდი ლოდი მიაგორა სამარხის კარზე. მარიამ მაგდალელმა და მარიამმა, იოსეს დედამაც, დაინახეს, სადაც დაასვენეს იგი.